გამარჯობა, მე ვარ გიგა ლებაინძე, ბანკი ქართულ 27 მარტს ქალაქ თბილისში მასმიზლობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების ასოციაციის საერთაშორისო საბანკო კონფერენციას. ჩემს თანასწამყვანთან ნიკა ჩარკვიანთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განვიხილავთ კონფერენციაზე განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც აქტუალურია საბანკო სექტორისთვის. საკითხები ასევე დეტალურად განიხილება საბანკო კონფერენციაზე. დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარია საპენსიო ფონდის საინვესტიციო ოფიცერი ანა ნაჭყებია. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ანა. პირველი კითხვით გადმოვალთ, რაც საინტერესოა. თქვენი გამოცდილების, განათლების და მთლიან ბექგრაუნდის გათვალისწინებით, რატო იყო საპენსიო ფონდი საინტერესო, რატო დაუკავშირეთ თქვენი კარიერული ცხოვრება, ასე ვთქვათ, საპენსიო ფონდს და რა არის ის მიზეზები, რაც დღემდე ხდის ამ საქმიანობას საინტერესოს? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. საპენსიო ფონდი და ზოგადად აქტივების მართვის ინდუსტრია საქართველოში, როგორც იცით, შედარებით ახალგაზრდა არის. საპენსიო ფონდის შექმნამდე ალბათ ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც აქტივების მართვით იყო დაკავებული, არის ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის მიმართულება და 2019 წლიდან უკვე საქართველოში ჩამოყალიბდა პირველი ინსტიტუციური ინვესტორი, რომელიც აქტივების მართვას ახორციელებდა. ჩემი კარიერა შესაბამისად არ დამიწყია საპენსიო ფონდში, მანამდე ადგილობრივი საფინანსო სექტორის სხვადასხვა მიმართულებაში ვმუშაობდი, თავდაპირველად ეროვნულ ბანკში, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში ვიყავი, მოგვიანებით კი კაპიტალის ბაზრების კვლევით ვიყავი დაკავებული გალთენთა კარჩი და აი ამ პერიოდში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიხატა ჩემში ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების მიმართ. ზოგადად ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც გალთში ვმუშაობდი, იყო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მაგ დროს საპენსიო ფონდი შედარებით ახალი შექმნილი იყო და კვლევის საგანიც იყო საპენსიო ფონდის გავლენა კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე და შესაბამისად მოგვიანებით, როდესაც ეს საშუალება გამომიჩნდა საპენსიო ფონდში მუშაობის დაწყების, ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო ამ სფეროში გადასვლა. ალბათ სამი ძირითადი მიზეზი, რატომაც არის ზოგადად აქტივების მართვა ჩემი აზრით საინტერესო, არის ის, რომ აერთიანებს ზოგადად დიდი სურათიდან უყურებს როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივ ეკონომიკას, ფინანსურ ბაზრებს და გეოპოლიტიკას, ვინაიდან პირდაპირი გავლენა აქვს ამას საფინანსო ბაზრებზე და შემდეგ გრძელვადიან საინვესტიციო შედეგებზე. კი, კაპიტალის ბაზრების განვითარება დღევანდელი განხილვის თემაც იქნება და გაცილებით უფრო ცვლად კიდევ კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ, სპეციალური სესიაც კი დაეთმო ამ თემას, იმიტომ რომ დღევანდელი საბანკო სექტორისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ძალიან საინტერესოა და აქტუალურია. დაახლოებით 8 მილიარდზე მეტია თქვენი პორტფელი, რასაც მართავთ, ხო? საპენსიო ფონდით. თქვენ როგორც საინვესტიციო ოფიცერი, რა არის ის დაუშვათ 5 ძირითადი პარამეტრი, რასაც ყოველდღიურად უყურებთ? ნამდვილად დღეის მდგომარეობით ჩვენი აქტივების მოცულობამ 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა და საკმაოდ დიდი ტემპით, სწრაფი ზრდის ტემპით ვიზრდებით. დაახლოებით 2.2 მილიარდი ლარით გაიზარდა მხოლოდ 2025 წელს ჩვენი აქტივები. და ამ ზრდას ორი რაღაც განაპირობებს, ერთი არის ის კონტრიბუციები, რომლებიც შემოდის ყოველდღიურად ფონდში და მეორე არის, რა თქმა უნდა, მომგებიანობა. შესაბამისად, ყოველ დღე, როდესაც ვაკვირდებით ჩვენი პორტფელის დინამიკას, მნიშვნელოვანია, რომ ვუყუროთ რამდენიმე მახასიათებელს. პირველი ალბათ გამოვყოფდი მომგებიანობას, ანუ როგორ დაიხურა გუშინდელი დღე, ჩვენ როგორც იცით, სამ პორტფელს მართავთ, რომელიც განსხვავებულ აქტივებს მოიცავს და პირველი ვუყურებ დილას რა იყო გუშინდელი დახურვა, როგორი მომგებიანობა დაწერა სამივე პორტფელმა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ჩვენ ვართ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტორი და ვართ მკაცრად რეგულირებული ინსტიტუტი, როგორც ეროვნული ბანკის მიერ, ისე ზოგადად კანონიც საკმაოდ მკაცრ მანდატს განსაზღვრავს. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრავს იმ აქტივის კლასებს და ლიმიტებს, რომელშიც შეგვიძლია რომ ინვესტიციები განვახორციელოთ. შესაბამისად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ვუყურებთ, არის ამ ლიმიტებთან შესაბამისობა. ყოველდღიურად სამივე პორტფელს აქვს განსაზღვრული სხვადასხვა ლიმიტები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგდება.
მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ ვიტყოდი არის ეკონომიკური დინამიკა, ანუ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე და ზრდის ტემპი პირდაპირ აისახება ჩვენი აქტივების ზრდაზე. ანუ მაგალითად ბოლო პერიოდში ვინაიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, ხელფასების ზრდაც საკმაოდ მაღალი იყო, ამან პირდაპირ გამოიწვია ის, რომ ჩვენი ყოველთვიური კონტრიბუციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2025 წელს დაახლოებით 20%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი შემოსული კონტრიბუციები, რასაც ხელი ეკონომიკურმა აქტივობამ შეუწყო და მეოთხეს გამოვყოფდი საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვას, ვუყურებ ხოლმე რა ხდება ძირითადად აქციების ბაზარზე, ამერიკაში ჩვენი ინვესტიციები გვაქვს გაკეთებული მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან კომპანიაში და წამყვან რეგიონში, შესაბამისად რაღაც რა იყო ის ძირითადი გეოპოლიტიკური და საფინანსო ბაზრებზე მოქმედი ფაქტორები, აი ამის მონიტორინგსაც ვახორციელებ ხოლმე. რამდენჯერმე ვახსენეთ სამი პორტფელი, უბრალოდ ყველასთვის რო გასაგები იყოს, სამი პორტფელი არის დინამიკური, დაბალანსებული, კონსერვატიული. რა სხვაობა მარტივად რო ავხსნათ ამ სამ პორტფელს შორის? ჩვენ ამ სამ პორტფელს მართავთ 2023 წლის აგვისტოდან, ეს არის კანონის შესაბამისად და კანონი განსაზღვრავს განსხვავებულ ლიმიტებს სამივე პორტფელის ჭრილში. კონსერვატიული პორტფელი არის პორტფელი, რომელიც არის ძირითადად ინვესტირებული საქართველოში. აქ უცხოური ვალუტის ლიმიტი გვაქვს 20%, შესაბამისად 20%-ზე მეტის ინვესტირების უფლება არ გვაქვს დოლარში დენომინირებულ აქტივებში და შესაბამისად 80% არის საქართველოში ინვესტირებული და ეს ლიმიტები შედარებით განსხვავებული არის დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში. დინამიკურ პორტფელში თითქმის 60% შეგვიძლია რომ დავაინვესტიროთ უცხოურ დენომინირებულ აქტივებში და დაბალანსებულში 40%-მდე. შესაბამისად ეს იწვევს ამ პორტფელების აქტივების ალოკაციის განსხვავებას. მაგალითად, კონსერვატიულ პორტფელში ქართული აქტივების წილი, როგორც აღნიშნე 80%-ია, ხოლო აქციები, საერთაშორისო აქციები არის დაახლოებით 20%. მაშინ როცა დინამიკურ პორტფელში თითქმის 55% არის ინვესტირებული აქციებში, დანარჩენი არის ქართულ აქტივებში. შესაბამისად იმ მონაწილეებს და ჩვენი ფონდის წევრებს, ვისაც სურთ, რომ თავიანთი აქტივების ძირითადი ნაწილი საქართველოში იყოს ინვესტირებული, ალბათ კონსერვატიული პორტფელი ურჩევნიათ და თუ გსურს, რომ შენი საპენსიო დანაზოგები იყოს საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირებული, დინამიკური პორტფელი გაძლევს ამის საშუალებას. თუმცა, როგორც შევხედე მე თქვენ და როგორც ვადევნებ ხოლმე თვალყურს, უცხოეთში სადაც აბანდებთ თანხებს, არც ისე მაღალი რისკიანი გამოდის დინამიური პორტფელი. უბრალოდ ეს არის. თავიდანვე შეიქმნა, რომ მაღალი რისკიანი პორტფელი იყო, თორემ სუყურებ არის ეს. ჩვენი ეს უცხოური აქტივების ძირითადი ნაწილი არის დივერსიფიცირებული ძალიან. 9000-მდე კომპანია გვაქვს, არ გვაქვს მაღალი რისკიანობის რაღაცა ერთი ცალი აქცია ან კონცენტრაცია მაღალი. ბაზრები რო გითხრათ, რა ბაზრებზე ხართ შესული? ჩვენი ეს უცხოური ბაზრების განაწილება არის დაახლოებით 40% არის ინვესტირებული ამერიკაში, S&P 500, რომელიც ამერიკის 500 კომპანიას აერთიანებს, შედის ყველა ცნობილი კომპანია, რაც ვიცით, Microsoft, Nvidia, Amazon და ასე შემდეგ. დაახლოებით 20% არის ევროპული კომპანიების აქციებში, აქაც თითქმის ყველა წამყვანი დასავლეთ ევროპა და აღმოსავლეთ ევროპა რამდენიმე ქვეყანა შედის. ჩვენს პორტფელში ასევე არის განვითარებადი აზია, იაპონია, კორეა და მსგავსი ქვეყნები აღმოსავლეთში და ასევე შედის განვითარებადი ბაზრები. მათ შორის მაგალითად გვაქვს ინვესტიციები განხორციელებული ინდოეთში, ლათინურ ამერიკაში. ოღონდ ეს არ ხდება პირდაპირ წესით, არამედ ფონდის საშუალებით, ETF-ის საშუალებით, რომელიც უამრავ კომპანიას აერთიანებს, ასახავს ამ კომპანიების შედეგიანობას და ესეთი კომპანიების რაოდენობა არის 9000-ზე მეტი. აი, როდესაც აი მაგალითად დინამიკურ პორტფელში ხარ, ან თუნდაც კონსერვატიულში შედარებით პატარა პროპორციით, მაგრამ 9000-მდე კომპანიის აქციებს ფლობ არაპირდაპირ გზით. ანუ რაც მარტივად რო ვთქვა, თვითონ ETF-იც თავის მხრივ არის საკმაოდ დაბალანსებული ინსტრუმენტი და მაშინ როდესაც 9000-მდე სხვადასხვა ინსტრუმენტი ხვდება პორტფელში, ეს ცალსახად დივერსიფიკაციას ნიშნავს, რაც რისკიანობას მინიმუმამდე ამცირებს და აი მანდ მაქვს უბრალოდ კითხვა, ეხლა 2026 წლის იანვრის მონაცემებს უყურებდი და დინამიკური პორტფელის უკუგება იყო დაახლოებით 15%, დაბალანსებულის 13.5%, კონსერვატიულის 12%. მიუხედავად ამ უკუგებისა,
მხოლოდ 100 მილიონამდე არის პორტფელი დინამიკურ და დაბალანსებულში ჯამში. დანარჩენი არის კონსერვატიულში 8 მილიარდიდან. რა არის ის არგუმენტები, რაც შეგვიძლია მათ შორის აქაც გამოვიყენოთ ეს საშუალება და ვთქვათ, რა არის არგუმენტები, რატომაც მოსახლეობა, მონაწილეებმა უფრო მეტად შეიძლება აირჩიონ დაბალანსებული და დინამიური პორტფელი. კი, ჩვენი განაწილება სწორედ როგორც აღნიშნა ეგეთი არის 99% ჩვენი აქტივების არის კონსერვატიულ პორტფელში. ამას იწვევს ის, რომ ზოგადად ავტომატური პორტფელი, რომელსაც როდესაც საპენსიო სქემაში წევრიანდები, ავტომატურად კონსერვატიულ პორტფელში ხვდები და შემდეგ თუ გინდა რომ სხვა პორტფელში გადახვიდე, უნდა მიხვიდე ან იუსტიციის სახლში, ან საპენსიო ფონდის ოფისში, რომ აი შენი აქტივები გადაიტანო და ამ მიმართულებით გქონდა გარკვეული აქტივობა, ეს გადასვლები ეხლაც ყოველდღიურად შემოგვდის მოთხოვნები ხალხის, ვისაც კონსერვატიული პორტფელიდან გადააქვს დინამიკურში, მაგრამ დინამიკურის და დაბალანსებულის ზომა მაინც 100 მილიონ ლარზე ნაკლები არის, იმიტომ რომ ცნობადობა შედარებით დაბალი არის ამ პორტფელების შესახებ. მთავარი ბენეფიტი მე რასაც ვიტყოდი აი ამ სამ პორტფელს შორის და როგორ უნდა გააკეთო არჩევანი და ჩვენ როგორ ვუყურებთ ამას არის საინვესტიციო ჰორიზონტი. ზოგადად ინვესტირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რამდენი ხნით აპირებ ფულის დაბანდებას. თუ შენი საინვესტიციო ჰორიზონტი არის 2 წელი, შესაბამისად აქ უნდა ერიდო მაღალი რისკიან აქტივებს, სადაც მეტი ვოლატილობა არის, სადაც შეიძლება რაღაც ფინანსური კრიზისი მოხდეს და მნიშვნელოვანი რყევები იყოს. ბოდიში ანა, მანდაც პრინციპში რაც უყურებდი, 38 წელია საშუალო ასაკი საპენსიო ფონდის მონაწილეების. ანუ იდეაში არგუმენტი დინამიკური პორტფელის გაცილებით მეტია ზუსტად ჰორიზონტის გათვალისწინებით, ხო? ზუსტად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მონაწილეების უდიდესი ნაწილი არის ახალგაზრდა, მათ და ჩვენი რეფორმა არის სავალდებულო, ანუ თავისი ნებით არავის არ შეუძლია რომ დატოვოს ფონდი და გაიტანოს აქტივები. შესაბამისად, ეს ავტომატურად ხალხს აძლევს საკმაოდ დიდ საინვესტიციო ჰორიზონტს, დაახლოებით 20 წელს. ამ პერიოდში ნებისმიერი საინვესტიციო მრჩეველი ალბათ გეტყვით, რომ ჯობია რომ ინვესტიცია გააკეთო აქციებში, რომელიც მეტი ზრდით არის დახასიათებული, სადაც შედარებით მაღალი არის, რა თქმა უნდა, მერყეობა, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს ეპიზოდები ფინანსური კრიზისების, როდესაც აქციების ბაზრებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულა, თუმცა გრძელვადაში, აი თუ საინვესტიციო ჰორიზონტი არის 20 წელი, ამ პერიოდში ყოველთვის უკან უბრუნდება ხოლმე აქციის ბაზრები, ამოდის და იმაზე მაღალ ზრდას აჩვენებს, ვიდრე ფიქსირებული შემოსავლის აქტივები, როგორიც არის მაგალითად სადეპოზიტო სერტიფიკატები თუ ობლიგაციები, რომელიც ჩვენს პორტფელშია. ელექტრონულად თუ შეუძლია მონაწილეს გააკეთოს განაცხადი პორტფელის ცვლილებაზე. ელექტრონული ხელმოწერით არის შესაძლებელი, თუმცა აი ჩვენი საიტიდან ეხლა მუშაობთ. პირად გვერდზე რო შევიდე და შევცვალო. ჯერჯერობით არა გვაქვს ეგ დალაგებული, მაგრამ მაგაზე მუშაობთ აქტიურად კი, რომ უფრო მარტივი გახდეს ამ გადაწყვეტილების მიღება. ანუ უფრო დეტალურად და უფრო გავშალოთ აი საქართველოში ინვესტირების თემა, საქართველოში სად ვაკეთებთ ინვესტირებას, იმიტომ რომ ძირითადად თქვენი პორტფელი მაინც საქართველოშია კონცენტრირებული, როგორც თქვით, რა მიმართულებებს უყურებთ. როგორც ვიცი და ინფორმაციას უყურებ ხოლმე, ძირითადად საბანკო სექტორში გავთ, შედიხართ ასევე კორპორაციების ობლიგაციებში. კიდე რა სექტორებს უყურებთ, ან რამე დარგებს თუ უყურებთ? რომელიც პერსპექტიულია და რაღაც 1 წელში, 2 წელში შეიძლება დაიწყოთ ინვესტირება. როგორც აღნიშნე, ჩვენი მანდატი განაპირობებს იმას, რომ აქტივების ძირითადი ნაწილი საქართველოში დავაინვესტიროთ. მეორეს მხრივ ვართ ძალიან დიდები უკვე, ანუ ძალიან დიდი არის ჩვენი აქტივების ზომა, მშპ-სთან მიმართებით დაახლოებით 9% ვართ უკვე და ალბათ კიდე და კიდე უფრო გაგრძელდება, იმიტომ რომ ასაკი პატარა გაქვთ მონაწილეების და ყოველ წელს უფრო მოგდებით კატეგორიები მეტი იქნება. თან იმ მონაწილეების რაოდენობა, ვინც საპენსიო ასაკს უახლოვდება, შედარებით ცოტაა და მათი დაგროვებული აქტივებიც დაბალი არის. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზით ეს ზრდის ტემპი ძალიან მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება მომავალი 20 წლის განმავლობაში. საქართველოში კი მეორეს მხრივ ეს საფინანსო ინსტრუმენტები, სადაც შეგვიძლია რომ ინვესტირება გავაკეთოთ, არის შედარებით შეზღუდული. ანუ ორი ძირითადი დიდი ბაზარი, რომელსაც შეუძლია ჩვენი აქტივები მიიღოს, ერთი არის საბანკო სექტორი, სადაც თითქმის ყველა კომერციულ ბანკთან თანამშრომლობთ, ვისაც საკრედიტო რეიტინგი აქვს და ვისი ფინანსური ანალიზის საფუძველზე მოგწონს და პარტნიორობა გვინდა. ეს არის ჩვენი აქტივების დაახლოებით 60% არის საბანკო სექტორში ინვესტირებული. მეორე დიდი ბაზარი არის სახაზინო ობლიგაციების ბაზარი.
სადაც ასევე საკმაოდ დიდი წილი გვიჭირავს დაახლოებით 15% მთელი ბაზრის და აქაც ყოველ კვირაულად ვიღებთ აუქციონებში მონაწილეობას. ბოლო პერიოდში, როგორც აღნიშნე, გაიზარდა ობლიგაციების რაოდენობა და ჩვენც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას 2024 წლიდან. გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ იყო დაწესებული საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნაზე, ეს შემსუბუქდა, რამაც გაგვიხსნა გზა, რომ უფრო მეტი კორპორაციულ ობლიგაციაში გაგვეკეთებინა ინვესტირება. და დღეის მდგომარეობით 15-მდე ობლიგაცია არის ჩვენს პორტფელში და აქ არის ძირითადად წამყვანი კომპანიები საქართველოდან. ჩვენ აქ დიდად არჩევანის გაკეთების საშუალება არ გვაქვს, ვინაიდან ეს მიწოდება შეზღუდული არის. თუმცა სექტორები, რომელიც კაპიტალის ბაზარზე გადიან საქართველოდან, არის შედარებით სტაბილური სექტორები. მაგალითად, ჩვენს პორტფელში შედის ტელეკომის ინდუსტრია, FMCG შედის, ჯანდაცვის სექტორი, საფინანსო ინსტიტუტები, ესენი არიან შედარებით სტაბილური ზრდის მქონე კომპანიები და ესე იგი ტოპ კომპანიები საქართველოში. ყველაფრის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელიწადში ამ კომპანიების რიცხვი საკმაოდ გაზრდილი არის, 2025 წელი ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებისთვისაც, ჩვენთვის ეს მაინც საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი აქტივებში მათი წილი 2%-ზე ნაკლები არის ჯამურად. ხო, როგორც ვიცი, ემისიის რაღაც პროცენტზე მეტი არის ჩვენი შეზღუდვა, კონცენტრაციის ლიმიტი, რაც იქიდან გამომდინარე, რომ არც ბევრი ემისია გვაქვს, არც დიდი მოცულობების ემისიები ხდება, ჩვენ პორტფელთან შედარებით პატარა არის. ხო, აი მაგნაწილში არის ნებისმიერი საპენსიო ფონდისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის საშინაო და საგარეო ინვესტიციების, ასე ვთქვათ, ბალანსის დაჭერა. ისე არ მოხდეს, რომ სიტყვაზე ყველაფერი ქვეყნის შიგნით იყოს, ან პირიქით ყველაფერი ქვეყნის გარეთ იყოს. აი ამ ნაწილში მით უმეტეს ქართული ბაზრის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, რა არის თქვენი ხედვა იდეაში, როგორ უნდა განვითარდეს, მით უმეტეს აქტივების მხარე ძალიან იზრდება, საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება საპენსიო ფონდისთვის. შეიძლება ბაზარი ფეხს ვერ უწყობს იმავე ტემპით განვითარებას, იგივე ემისიების ნაწილში. როგორ ხედავთ ეს სიტუაცია, თქვენი მოლოდინი როგორია, როგორ შეიცვლება ამ ბალანსის დაჭერას, როგორ შეძლებთ გრძელვადიან პერსპექტივაში? გრძელვადაში ალბათ საკანონმდებლო ჩარჩო შედარებით ესეთი არის, მოქნილი არის, ვინაიდან ყველა მონაწილეს აძლევს საშუალებას, რომ თვითონ აირჩიოს რომელ პორტფელში უნდა აქტივების განაწილება და ჩვენი ალბათ მთავარი მისია უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გავზარდოთ ეს ფინანსური განათლება, რომ ადამიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა მონაწილეებს გავაგებინოთ ის ბენეფიტები, რაც მოაქვს მაგალითად აქტივების დივერსიფიკაციას და აქციებში ინვესტირებას. და ეს გრძელვადაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ჩვენი აქტივების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი არის და აუცილებელი არის, რომ ან ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდეს ახალი საინვესტიციო პროდუქტები, რომელშიც შევძლებთ ინვესტირება გავაკეთოთ, ან გაიზარდოს იმ მონაწილეების რაოდენობა, რომლებიც გადაიტანენ თავიანთ აქტივებს დინამიკურ პორტფელში და საერთაშორისო ბაზრებზე ნამდვილად არ არის ფინანსური ინსტრუმენტების შეზღუდვის პრობლემა. ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ. ერთი არის ადგილობრივ ბაზარზე წავახალისოთ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები. მაგალითად შეიძლება იყოს ეს covered bond-ები, სხვადასხვა ტიპის ფონდების განვითარება საქართველოში, სადაც ჩვენ როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციური ინვესტორი გავაკეთებთ ინვესტირებას. covered bond-ები ახსენეთ და მაგის ჩარჩო შეიქმნა, როგორც ვიცი, რამოდენიმე წელია, თუმცა ძალიან არ აქტიურობს ბაზარი ამ კუთხით, როგორც ვიცი. აი ჩვენც ველოდებით, მოკლედ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მსგავსი პროდუქტებში ინვესტიციები გავაკეთოთ, ვინაიდან ჩვენთვის რისკები მაგ პროდუქტში შედარებით დაბალია, მიმზიდველი არის ჩვენი პორტფელისთვის, თუმცა აი ველოდებით ბანკებს და მაგ მიმართულებით არ გქონია რაღაც აქტიური არის აქტიურობა მაგ კუთხით საერთოდ, რაც ნიკა გაგიგია, შემეც არ გამიგია, იმიტომ რომ ჩარჩო დიდი ხანია შეიქმნა, თუმცა აქტიურობა ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ, როგორც ვიცი. კი, ხო, მარტივი პროდუქტი არ არის, თუმცა პერიოდით საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ რაღაცები შეცვლილიყო. კომპანიები ვახსენეთ, კორპორაციები, რომლებიც ობლიგაციებს უშვებენ ქართულ ბაზარზე. რა ხდის ემისია საინტერესო საპენსიოსთვის? პირობითად კომპანია, რომელიც გეგმავს ემისიას,
რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რითაც შეიძლება მოვიდეს საპენსიოსთან და საპენსიო ფონდი დაინტერესოს თავისი ემისიით. აი, რა კომპონენტებს უყურებს თქვენ პირველ რიგში და რა არის ის მეორე მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მიზდველი გახდეს ინვესტირებისას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერი მსგავსი ტიპის საინვესტიციო გადაწყვეტილება გადის საკმაოდ გრძელ გზას ჩვენთან ფონდში და საინვესტიციო კომიტეტთან, მაგალითად საბჭოს დონეზე. და ამ დროისათვის ჩვენ ჩავდივართ საკმაოდ დეტალურ ანალიზს ვაკეთებთ ამ კომპანიის. პირველი, რასაც ალბათ მე გამოვყოფდი, არის ფინანსური სტაბილურობა. ჩვენ ყველა ჩვენ ემისიაზე ვუყურებთ ამ კომპანიის ბოლო 3 ან 5 წლის ფინანსურ მდგომარეობას. რა იყო მომგებიანობა, როგორი არის ლევერიჯის კოეფიციენტი, რა არის ზრდის წყარო, როგორ აქვთ ხარჯები და დალაგებული, რამდენად კარგად ეფექტურად მართავენ კომპანიას სუფთად ფინანსური თვალსაზრისით და ის რაღაცა ძირითადი მეტრიკები, რომელსაც ყველა კომპანიის ანალიზისას ალბათ თქვენც იყენებთ. მეორე ფაქტორი ალბათ გამოვყოფდი არის ზოგადად კომპანიის სტრატეგია. ესეც ჩვენ ვართ შედარებით გრძელვადიანი ინვესტორი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია კარგად ჩანდეს, საით მიდის კომპანია, რა ხედვა აქვს, რამდენად მართებულად აპირებს მაგალითად აი იმ თანხის გამოყენებას, რომელშიც ჩვენ განვახორციელებთ, ანუ სად განახორციელებენ ამ ინვესტიციას და რამდენად სტრატეგიული ხედვა აქვთ კომპანიის საშუალოვადიან პერიოდში და მესამე ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მართლობითი სტრუქტურა, ანუ რამდენად კარგი მენეჯმენტი ყავს ორგანიზაციას, რამდენად კარგი მართლობითი სტრუქტურა ყავს, რამდენად სწორად არის განაწილებული პასუხისმგებლობები კომპანიაში, რომ რისკების მინიმიზაცია გავაკეთოთ, არ იყოს თქვათ ერთი ადამიანის რისკი განსაკუთრებულად და ალბათ აი ამ სამს გამოვყოფდი, გარდა იმისა, რომ ზოგადად ვუყურებთ რა თქმა უნდა რა სექტორი არის, რა რისკები ახლავს ამ ინვესტირებას, რამდენად შეძლებენ ჩვენი ვალდებულების მომსახურებას აი ამ თქვათ ობლიგაციის პერიოდის განმავლობაში, მომავალი 3-5 წლის განმავლობაში. სტრატეგია რა ხან ახსენეთ და გრძელვადაში ვუყურებთ რეინვესტირების დროს რამდენად შეექმნება რეინვესტირების რისკი, რა თქმა უნდა, ეგეც გამოცდილებიდან გამომდინარე ისევ კორპორატიულ ობლიგაციებზე რო დავრჩეთ. რამდენად ყოფილა საპენსიოს როლი გადამწყვეტი რომელიმე კომპანიისთვის, იმიტომ რომ პრინციპში დავარქვათ, მოდი რო უჩვეულ, როდესაც კომპანია გადის იმ პროცესს, სანამ ემისია მოხდება უშუალოდ, აქვს ინტერესი საპენსიოსგან, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ემისიის 20% შეუძლია რომ მშვიდად იყოს, თუ საპენსიოსგან აქვს ინტერესი, შეუძლია რომ დანარჩენ 80%-ზე იმუშაოს. აი ეს კომპონენტი რამდენად ყოფილა გადამწყვეტი ემისიისთვის კომპანიებისთვის, აი თქვენი გამოცდილებიდან. გადამწყვეტი მე მგონი ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, თუმცა ის ფაქტი, რომ საპენსიო ფონდი როგორც ინსტიტუციური ინვესტორი ლარში ვართ წარმოდგენილი და ვართ დაინტერესებული და ეგ მაგ გადაწყვეტილებას მივიღეთ, რომ ამ კომპანიასთან ინვესტიცია გავაკეთოთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა და ამას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვამჩნევთ თვითონ კომპანიასთან ურთიერთობაში, ან თუნდაც საინვესტიციო ბანკებთან ურთიერთობის დროს. და აქ ჩვენი როგორც გრძელვადიანი ინვესტორის როლი, ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ეს როლი გაიზრდება, რაც უფრო გაიზრდება ემისიები. თუმცა ის, რომ შეზღუდვა გვაქვს მაგალითად 20%-ში, ჩვენ არა ვართ ერთადერთი ინვესტორი, რომელზეც უნდა დამოკიდებული იყვნენ, ანუ აქვთ ვალდებულება, რომ დანარჩენი 80%-იც იპოვონ. არა, ემისიას რო აკეთებ 20%, თუ გარანტირებული ესე ვთქვათ, მეტნაკლებად გარანტირებული ინვესტორი იყოს, არ არის პატარა ამბავი. პატარა ამბავი ნამდვილად IPO-ს აკეთებ, განსაკუთრებით პირველად რო უშვებ და მით უმეტეს ადგილობრივ ბაზარზე რო უშვებ, არ არის ისე განვითარებული მაინც და ეხა იყიდებს ფეხს და 20% გარანტირებული მყიდველი ყავს, არ არის ეს პატარა ამბავი. იმიტომ რომ ბაზარზე ძირითადი ინვესტორები აქამდე იყვნენ კომერციული ბანკები. კომერციული ბანკების საბროკერო კომპანიების გავლით შეიძლება რაღაცა ვიწრო ჯგუფი ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების, თუმცა როცა საპენსიო ფონდი ჩდება ამხელა შეარის აღების სურვილით, კი სერიოზული პირატისობა. რომელიმე ინსტიტუციონალური ინვესტორმა არ მგონია 20%-ზე მეტი იყიდოს ეხა ერთ ემისიაში და ერთ IPO-ში, ხო? საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე ხშირად ვაქცევთ ყურადღებას ხოლმე, რომ ამ ემისიაში მონაწილეობას იღებდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და ეგეც ჩვენთვის კომფორტული არის ერთის მხრივ და ისინიც დაახლოებით იგივე ლიმიტებით შემოდიან და
მათთან ერთად თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. საერთაშორისო რო შემოდის უკვე იქ ისიც თulis რისკებს და უფრო ნაკლებად დაცულად გრძნობთ ესე ვთქვათ თავს. კი. კაპიტალზე და ბონდების ბაზარზე ვლაპარაკობთ და მოდი ზოგადადაც ვილაპარაკოთ. აი მე პირადად ეხა უკვე საბანკო სექტორში ვიყავი, როცა საპენსიო ფონდი იქმნებოდა და მაშინ ძალიან აქტიურად მიდიოდა ლაპარაკი, რომ საპენსიო ფონდის ერთ-ერთი როლი არ არა თქმა უნდა მთავარი მნიშვნელობა და მიზანი, მაგრამ ერთ-ერთი როლი იქნებოდა აქტიური ჩართულობა კაპიტალის და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ზოგადად, რაც იდეაში განიხილებოდა როგორც წინაპირობად ბაზრის განვითარების. ერთი რო შევაჯამოთ საპენსიო ფონდის შექმნიდან დღემდე რა როლი ითამაშა საპენსიო მიმართულებით და სამომავლოდ როგორ ხედავთ, ასე ვთქვათ, აი ამ როლს ხვდებით, რომ არსებობს შეზღუდვები, არსებობს ლიმიტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს განაპირობებს ყველა ჩვენგანის დაცულობას, ვინც მონაწილეები ვართ საპენსიო ფონდის, თუმცა მაინც ეს არის საპენსიო ფონდი არის მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყნის ეკონომიკისთვის პირდაპირ ირიბად. როგორ ხედავთ მის როლს ამ ბაზრის განვითარებაში, ესე რომ შევხედოთ? კი, აი საერთაშორისო გამოცდილებასაც რო შევხედოთ, აი განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მანდ კაპიტალის ბაზრები ჩვენთან შედარებით მეტად არის განვითარებული, არა როგორც ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში, თუმცა ჩვენზე უკეთ აქვთ ეს სექტორი განვითარებული და აი აქ რო შევხედეთ, რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზარს ხელი შეუწყო, ნამდვილად იყო საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდის როგორც ადგილობრივი ინსტიტუციური ინვესტორის გამოჩენამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ქვეყნებში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეგვიძლია რომ ვითამაშოთ და უკვე ანუ როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 15-მდე ემისია გვაქვს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ლარში დენომინირებულ ჩვენ ძირითადად ფოკუსი გვაქვს ლარის ობლიგაციებზე და არა დოლარის, ვინაიდან დოლარში გვირჩევნია, რომ დივერსიფიკაცია გავაკეთოთ საერთაშორისო ბაზრებზე. ლარში დაახლოებით 20% ჩვენთვის რაც იყო შესაძლებელი საკრედიტო რეიტინგის გათვალისწინებით თითქმის 20% გვაქვს ბაზრის საშუალოდ აღებული ახლა 2025. ანუ ემისიების 20% თითოეული ემისიის 20%. აი რამდენიმე გვაქვს გამოტოვებული, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ საშუალოდ დაახლოებით 18-20% გვიჭირავს აი ამ ემისიების 2024-ში 25-ში. რაც უფრო გაიზრდება, ჩვენ გონია რომ რაც უფრო მეტად მივიტანთ ინფორმაციას კომპანიებამდე, რომ ჩვენ როგორც ესეთი მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი ვართ ამ სექტორზე წარმოდგენილი, ვართ თუ კომპანია ჩვენთვის მოსაწონი არის, ვართ ერთ-ერთი ამ ლიკვიდობის მიმწოდებელი და დაფინანსების მიმწოდებელი გარდა კომერციული ბანკებისა, რომელიც ისედაც აწვდიან დაფინანსებას ამ კომპანიებს, ვთვლით, რომ კიდე მეტად შეიძლება გაიზარდოს ჩვენი გავლენა კაპიტალის ბაზრების წახალისებაში, თუმცა აქაც საჭირო არის, რომ ბევრად მეტი ემისია იყოს, ანუ ჩვენ ახლა კი ვუყურებთ რა ემისიები არის, ძირითადად არის როგორც აღვნიშნეთ ტოპ კომპანიები, არ ჩასულა შედარებით საშუალო ზომის კომპანიებზე ჯერჯერობით და მნიშვნელოვანია რომ აი ემისიების რაოდენობა გაიზარდოს ლარში განსაკუთრებით, რაც თავის მხრივ დედოლარიზაციასაც შეუწყობს ხელს და აქ ჩვენი ყოფნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება და ვთვლით რომ გრძელვადაში ის ფაქტიც რომ ჩვენ ფულის ინვესტირება გვიწევს და გვაქვს საჭიროება ვნახოთ ბაზარზე ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტები, ეს იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტები, ვთვლით რომ ეს ყველაფერი კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. ანა, საქართველოს ახლა რეფინანსირება გააკეთა ევრობონდების საკმაოდ კაი გამოშვება იყო, როგორც ვიცი, საპენსიო მონაწილეობა მიიღო, შეიძინეთ ეს ბონდები თქვენს. როგორ შეაფასებდით ზოგადად ამ IPO-ს არ დავარქმევდი, რეფინანსირება იყო. ჩვენ სახაზინო ობლიგაციები, როგორც ლარში, ერთ-ერთი აქტივის კლასი არის ჩვენ და ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობთ, ასევე დოლარში ადრეც გვქონდა ნაყიდი. ეს არის ჩვენთვის საინტერესო ინსტრუმენტი. დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გვქონდა ძველი ემისიის, რომელიც მეორად ბაზარზე ვიყიდეთ 2022 წელს და ეხლა ის 10 ჩავანაცვლეთ ახალი 20-ით. მსგავსი ემისიები, განსაკუთრებით ევროობლიგაციების გამოშვება საერთაშორისო
საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე საქართველოსთან არც ისე ხშირი არის. შესაბამისად, ეს არის რაღაც იშვიათი საშუალება ჩვენთვის აქტივების დივერსიფიკაცია გავაკეთოთ და ინვესტირება გავაკეთოთ დოლარში, დოლარის ინსტრუმენტებში. ქვეყნისთვის საკმაოდ კარგი ემისია იყო, ძალიან დიდი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან ამ ობლიგაციების მიმართ და საბოლოოდ ჩვენთვის როგორც ფონდისთვის საკმაოდ მიმზიდველი განაკვეთი დაჯდა, რომელსაც დოლარში მივიღებთ ამ ინვესტიციიდან და ის კომფორტი, რამაც შეგვიქმნა ამ ინვესტიციის განხორციელების საშუალება, იყო ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ადგილობრივ ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკური მოლოდინები ბევრად და ცოდნა ბევრად უკეთესი გვაქვს ვიდრე სხვა ქვეყნებზე. შესაბამისად, როდესაც ესეთი საშუალებები გვიჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაცია გავაკეთოთ არა მარტო ლარის ინსტრუმენტებზე, არამედ დოლარშიც გქონდეს მსგავსი შემოსავლები. ხო, საკმაოდ ისეთი დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა ამ ბონდებზე. 5.5 ჯერადი იყო მოთხოვნა ვიდრე ემისია იყო. ძალიან მაღალი იყო დაინტერესება. ჩვენც აი ამ როუჩოუში ვიღებდით მონაწილეობას, ჩავერთეთ და ძალიან წარმატებულად გადაწყდა ბოლოს წარმატებული. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამ ემისიამ ბევრი რაღაცა აჩვენა, მათ შორის აჩვენა ინვესტორების ნდობა ქვეყნის განვითარების მიმართ, ქვეყნის ეკონომიკის და ფისკალური პოლიტიკის მიმართ. შესაბამისად, ამ საკითხებზეც გვექნება შესაძლებლობა რომ კონფერენციის ფარგლებში ვისაუბროთ. ბოლო შეკითხვა, რაც ტრადიციულად ჩვენი ეპიზოდების სესიაში გვაქვს, დავასრულებთ ამ კითხვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ისეთი კონფერენციების გამართვა ქვეყნისთვის, როგორცაც ბანკი ქართულ მასპინძლებს მარტის ბოლოს საქართველოში? ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაცია, ჩემი აზრით, როგორც ადგილობრივი საბანკო სექტორის, ისე საპენსიო ფონდის, ჩვენც ხშირად ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის კონფერენციებში, ვინაიდან ეს აძლევს საშუალებას ამ სექტორის მონაწილეებს გაცვალონ აზრები. აქ მოიყრის თავს როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ისე ინვესტორები, ისე კომპანიები და ვთვლი, რომ მსგავსი ინფორმაციის გაზიარების საშუალება კიდევ უფრო ხელს უწყობს სექტორის გრძელვადიან ზრდას, ვინაიდან ამცირებს რისკებს, ნდობას ზრდის საქართველოს საბანკო სექტორის და კაპიტალის ბაზრების მიმართ და ასე რომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის რომ მსგავსი ივენთი იგეგმება საქართველოში. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ანა იქნება სპიკერი კონფერენციის ფარგლებში. დიდი მადლობა. მადლობა. გისურვებთ წარმატებებს. შევხვდებით კონფერენციაზე მარტის ბოლოს. მადლობა. მადლობა.